რომელიც აერთიანებს თეოლოგიას, ბუნების მაგალითებსა და ადამიანურ ურთიერთობებს. ფესვები, ნაკადულები და ურთიერთობის აღდგენა. რატომ დუმს ღმერთი? ხშირად გგონია, რომ ღმერთი გვსჯის დუმილით, ან ზურგი გვაქცია ჩვენი ცოდვების გამო. მაგრამ მოდით ამას ბუნებისა და ადამიანური ურთიერთობების ენით შევხედოთ. ადამიანური სარკე. რატომ ინგრევა კავშირები? დაფიქრებულ ხართ? რატომ ვერ აღადგენენ ადამიანები ურთიერთობას წლების შემდეგაც კი? პრობლემა. ურთიერთობა ვერ აღდგება, თუ არ მოხდა შეცვლა და მონანიება. თუ ადამიანმა გაწყენინა და ისევ ისეთია, ისევ იმავეს აკეთებს, თქვენ შორის აღმართული კედელი ცოდვა ისევ დგას. გამოსავალი, პატიება აღადგენს ურთიერთობას, მაგრამ პატიებისთვის საჭიროა დანაშაულის აღიარება. ღმერთთანაც იგივეა ეს მზა და ამიტევებისთვის, მაგრამ ჩვენი მობრუნება მეტანოია არის ის გასაღები, რომელიც კარს ხსნის, მზე, რომელიც აცოცხლებს ან ახმობს. წარმოიდგინეთ ნერგი, რომელიც წყალს მოკლებულია. როგორც კი მზე ამოვა, ეს ნერგი ჭკნობას იწყებს. მზე კი არ არის პოროტი, არამედ ნერგია გამომშრალი. ღმერთიც ასეა. თუ ჩვენ მასთან კავშირი გაწყვეტილი გვაქვს, მისი სიწმინდე ჩვენთვის დამწველი ხდება. ჩვენი ცოდვა გვაშრობს, რის გამოც ღვთის სინათლე გვამხელს და გვაწუხებს. წყლის ნაკადებთან დანერგილი ხე. დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნში 1:3 ამბობს, რომ ნეტარია კაცი, რომელიც არის, ვითარცა ხე, დანერგილი ნაკადულთა ზედა წყალთასა. ეს ხე მზის სხივების ქვეში ფურჩქნება, რადგან ფესვები წყაროში აქვს. როცა ჩვენ ღმერთთან გვაქვს კავშირი, მისი სინათლე აღარ გვწვავს, არამედ გვზრდის. ორი უმთავრესი მცნება. ქრისტემ გვითხრა, გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი. ეს ორი განუყოფელია. თუ გინდა რომ შენი ფესვები წყაროსთან დაბრუნდეს, უნდა ისწავლო აღიარება, სინანული და პატიება, როგორც ღვთის, ისე ადამიანების წინაშე. დასკვნა. თუ გრძნობ რომ ღმერთი შორს არის, დახედე შენს ფესვებს. ხომ არ მოწყდი წყაროს? ხომ არ აღმართე კედელი შენსა და სხვებს შორის? დაბრუნდი წყაროსთან, აღიარე შენი სისუსტე და დაინახავ, რომ მზე, რომელიც აქამდე გწვავდა, შენი გაფურჩქვნის მიზეზი გახდება. ფსალმუნი სიყვარული პატიება, მეტანოია ღმერთი ურთიერთობების სიცოცხლის წყარო.